ნახეთ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ბიჭებს ვრალად უყენებენ, რომ მძიმე საგანი ისროლეს პოლიციას. არ იფიქროთ, რომ ჩემი ინტერპრეტაცია ბრალის დადგენილებაში წერია, რომ მძიმე საგანი გამოიყენა გულიმრწყვლავამ და მძიმე საგანი ისროლა ჯანვარჩაიამ და რატომ არ წერია, რომ მაგალითად რო ქვა ისროლა, რატომ არ წერია, რომ რკინის რაღაც ნაჭერი ისროლა, რომელიც ვინმეს მოხვდა და დააზიანა. არც ერთ შემთხვევაში არავინ დაზიანებული არ არის, ყოველ შემთხვევაში ამას ბრალდება ვერ აჩვენებს, რომ ამ ხალხმა რომ ისროლეს რაღაც, ამ რაღაცამ ვინმე დააზიანა, ამას ვერავინ და ვერაფერი ვერ ადასტურებს, არც თვითონ აქვთ ამბიცია, რომ ამას სადმე დაადასტურებენ. თუნდაც ჩავთვალოთ და დავითანხმოთ ბრალდებას, რომ რაიმე ისროლა ჯანო არ ჩაიამ. შეუძლებელია იმის განსაზღვრა რა მიმართულებით ისროლა და შეუძლებელია იმის განსაზღვრა სად ისროლა. ვიდეო მასალითაც კი, იმიტომ იმდენად მცირეა, არც ძირს ჩანს დავარდნილი რა საგანია, არც ხელში ჩანს საერთოდ რაიმეს იღებს თუ არა და არც კადრზე ჩანს ეს საგანი სადმე მოძრაობს თუ არა.